გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ალბათ შევაჯამებ ჩემ ვიზიტს ნიდერლანდებში. მე მთელი კვირა პრინციპში 5 დღე ვიყავი დასავლეთში და კიდევ ერთხელ ვადასტურებ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და პრინციპში 2000-იანი წლებიდან ამაში მონაწილეობ, სხვადასხვა ტიპის შეხვედრები მაქვს ჩატარებული ლობირების. ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოს საკითხებს მის მიმართ არ მინახავს. ყველა კარი ჩემთვის როგორც ოპოზიციონერისთვის იყო ღია ყველა პარტიისა, ნიდერლანდების პარლამენტის წევრებისა, მათ სამუშაო ბოლო დღეს. ყველა მიცის რამხელა რაღაცა შობის წინა კვირა იქ და გარდა ამისა, მე იქიდან ჩამოვიტანე კონკრეტული რეზოლუცია ნიდერლანდების პარლამენტის, სადაც პირველად აი ამ მოძრაობის ისტორიაში მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება და მიმართვარი გაკეთებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. და ეს ყველაფერი იმის ფარგლებში, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ბოლო შემთხვევა, ეს ბართლომეს ღამეები, რომელიც მოხდა, ხო, დეკემბერში. ეს იყოს ბოლო შემთხვევა, როდესაც ჩვენ წინაშე არის ფარცხალაძიზმი, ესე დავარქვი ამას და რა არის ფარცხალაძიზმი? ეს არის საბოლოო ჯამში კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან გამოძრომა, რასი მომსწრეებით ჩვენ გამოვხტარვათ არაერთხელ. ყველა, ვინც მონაწილეობდა, ჩაიდინა, დაორგანიზა ბართლომეს ღამე, სისხლიანი დეკემბერი, უნდა აღოს პასუხი და ამისთვის გამოვიყენებთ მექანიზმებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება კრიზისის გადაწყვეტას, სალომე ზურაბიშვილის წინაშე არის დაიდება აი ხარა, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ მექანიზმები. მე მინდა აღვნიშნო ჩემ ოჯახის წევრებსაც, გონიათ რომ ეხა შეხვედრაზე ვარ და სხვა კადრები ტრიალებს ძველი შეხვედრის, მე შეხვედრაზე არა ვარ. ახალი შეხვედრის კადრები ვთხოვთ პროდიუსერს, რომ ვაჩვენოთ ეთერში. ძალიან სასაცილო, კურიოზული ფაქტი იყო, რომ აქ ვარ და თანაჩვენებენ რომ იქ ვარ. შეხვედრას ესწრება მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კონკრეტულად. ჩვენი კოალიციიდან მე არა ვარ ამ შემთხვევაში, თუმცა განხილული უნდა იყოთ, ანუ ფიქრობთ, რომ თქვენც უნდა იყოთ ამ პროცესში ჩართული? ხა ეს პრეზიდენტის ინიციატივა, ეს პროცესი როგორ წარმართავს ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს დაკავშირება მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, არ ვიცი კონკრეტულად ვინმესთან და შეხვედრაზე წავიდნენ ბატონი მამუკა და ბატონი ბადრი ამ შემთხვევაში, თუმცა რა თქმა უნდა, მანამდე, როდესაც ჩემამდეც მოდიოდა ეს ინფორმაცია, მე ამ შეხვედრებს ვესწრებოდი ჩვეულებრივად, თუმცა კოალიციის პოზიცია, მე თუ მას არ დავეთანხმებოდი, ბუნებრივია ეს ყველასთვის იქნება ცნობილი, მაგრამ ჯერ შიგნით იქნება ცნობილი. ამ ეტაპზე, რაც გასაგები არის, ეს სკოლიო სახით, რაც გასაგები არის, რომ პრეზიდენტის წინაშე არის მთელი რიგი ინსტრუმენტები, რაზეც საუბრობს და რასაც განიხილავს ოპოზიცია. ყველა ამ ინსტრუმენტის ამოცანა პირველ რიგში უნდა რა ინსტრუმენტებია ეს? რა შეიძლება, მოდი ასე ძალიან კაფიოდ დავსვათ საკითხი. რა უნდა მოხდეს 29-მდე, რა უნდა მოხდეს 29-ის შემდეგ? რა ინსტრუმენტებია? ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო შესვლის ეს კომენტარებში იყო გვარამია, მე არ ვიცი ახლა მის ამ იდეას აქვს თუ არა შიგნით ფართო აღიარება ან ასე ვთქვათ გამოხმაურება, რომ როგორც მივხვდი, საუბრობს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვოს ჩანიშნოს ახალი არჩევნები. რომ ეს არის მისი შეთავაზება პრეზიდენტისადმი. თქვენ ამ ვერსიაზე რა სიტყვით და თქვენს თანაგუნდელებთან ერთად რას ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცეს პრეზიდენტი 29-მდე? საბოლოო ჯამში ამ ბრძოლას აქვს მართლაც რამდენიმე ეტაპი. ვადის დასმა 29-მდე აუცილებელია, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვანი არის ხალხისთვის, რომელიც არის რუსთაველს და საქართველოს მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვანი არის ასევე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. საბოლოო ჯამში ყველაფერი იქნება იმაზე დამოკიდებული, თვითონ პრეზიდენტისთვის რამდენად უფრო კომფორტულია ესა თუ ის ინსტრუმენტი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ის არის პირი, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში მე პირადად ამ შემთხვევაში და პარტია ხალხისთვის სახელით ვსაუბრობ, ყველა შემთხვევაში ვარ განწყობილი იმისთვის, რომ დავიცავთ პრეზიდენტის ინსტიტუტი და მე გაგახსენებთ ამ ინსტიტუტის ისტორიას. ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც ჰორიზონტზე ჩანდა პირველი წახნაგები იმისა, რა მოხდებოდა, მე ვიყავი წინა ხაზზე, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენ ფაქტობრივად ჩამოგვართვეს, ხო, ხმოსნების ინსტიტუტი შემოიღეს 2018 წელს. სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით, მაშინ გიორგი მარგველაშვილი, მისი ადმინისტრაცია, მე ვიყავი მანდ,
მაშინ ძალიან დიდი შემადგენლობა დღეს რომელიც ოპოზიციაშია, იყო ქართული ოცნების შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტში. სამწუხაროდ მათ გვიან დაინახეს ის რაც დღე. არ მახსოვს ამ თემაზე დიდი, ესე ვთქვათ, ნებათაღობა, თუმცა იყო რამდენიმე პარტია აქტიურობდა ამ თემაზე, მოდი ესეც ვთქვა. ხო, მაგრამ ამას ეხლა მაინდა-მაინც არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ დღეს არის საბრძოლი და დაგეგმეს და ასე შემდეგ, როგორც მახსოვს. საბრძოლი, იმიტომ რომ აქ მნიშვნელობა ამას იმიტომ აქვს, რომ დღეს რაც მოხდა, რა თქმა უნდა, მივიღეთ სახელმწიფოს მიტაცებით, საფეხურობრივად სასამართლოდან დაწყებული, თქვა პრეზიდენტის დასრულება. აქვს პრეზიდენტს უფლება, მოდი ასე კითხავთ, მაშინ მინდა რომ ძალიან კაფიოთ ვილაპარაკოთ. აქვს პრეზიდენტს უფლება დაითხოვოს პარლამენტი და ჩანიშნოს ახალი არჩევნები? მოდი მე მოგახსენებთ ამ მხრივ ორ პასუხს. პირველი, ჩემ პასუხს როგორც იურისტისას, აქვს. და მეორე, სინამდვილეში ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ყველაზე სწორი იქნებოდა თუ ამ საკითხზე თავის სიტყვას იტყოდა მთავარი საკონსტიტუციო ორგანო, საკონსტიტუციო სასამართლო. არ აქვს ეს. ხომ არ აქვს ნათქვა? აი ამაშია ჩვენი სახელმწიფოს პრობლემა. ეხლა ამ მოცემულობაში სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტ ახალი არჩევნები ჩანიშნოს და ეს ლეგიტიმური ნაბიჯი იქნება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღევანდელ მოცემულობაში ჩვენი ხელისუფლება გასულია აბსოლუტურად კანონგარეშეა. ის გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან. მიწაცებულია ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის ის შტოები, რომელსაც წესით, როდესაც ნემსის ტვერზე გავდივართ, ეს საკითხები უნდა გადაეწყვიტა. ანუ დღეს მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება გამოაცხადოს, რომ თქვენ ხართ, არ ვიცი, მე მალაიზიის მოქალაქე და თქვენ მოგიწევთ საპირისპიროს მტკიცება. დღევანდელ დღეს, ანუ როცა გვარამი ამბობს, რომ ის ამგვარ გაგრძელებას პროცესის ეთანხმება, ამას მოკლედ შეიძლება შიგნით კონდეს თანხმობა და პრეზიდენტი ამ ნაბიჯზე წავიდეს, ანუ იურიდიულად ეს გამართული იქნება. სამართლებრივ ვართ ჩვენ მიმყოფებით ეხა შვიდობიანი არაძალადობრივი. თუ სამართლებრივ ქაოსში ვართ და ყველაფერი მოსულა, ეს სხვა არის, მაგრამ არა, ნამდვილად არა, ნახეთ, სამოქალაქო და უმორჩილებობა და მშვიდობიანი არაძალადობრივი წინააღმდეგობა იგივე ზვიადის და მერაბ კოსტავას სკოლა, რომელიც საქართველოში შეიქმნა, გულისხმობს ყველა მშვიდობიანი და არაძალადობრივი ბერკეტის გამოყენებას, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი არხები ყველაფერი მიტაცებულია. რომელ სასამართლოზე არ ვაკაკუნეთ, როდესაც ჩვენ მივიღეთ უარი, ანუ ხო ხედავთ, ყველა ადამიანს, რომელიც დღეს იტყვის, რომ მოდით, აბა გავასაჩივროთ. კი ბატონო, აი სასამართლოდან არ გამოვდივართ. არ გამოდიან პოლიტპატიმრების მშობლები, ზვიად ცეცხლაძის მშობლები არ გამოდიან. და რა, ყველა ბერკეტი გაქვს უზურპირებული. შენ დღეს სახელმწიფოებრივი მექანიზმები იმისთვის, რომ იბრძოლო დადგენილი მექანიზმები, ყველაფერი მუტაცებული გაქვს და ვართ მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეტაპზე. ამ ეტაპზე გამოსაყენებელია ყველა ბერკეტი, რომელსაც ადგენს რაღაცა დემოკრატიული წესწყობილება და ბუნებითი სამართლის პრინციპები. ამიტომ ცალსახად აქვს მას ამის უფლება, ახლა არის საუბარი იმაზე, მის დღევანდელ მდგომარეობაში, რადგან მას ძალიან დიდი ტვირთი აქვს, რომელი ბერკეტებიდან რომელი იქნება ყველაზე უფრო ხელსაყრელი, ყველაზე უფრო სასარგებლო და ყველაზე უფრო კომფორტული. ანა, ბოლო პოლიტიკური შეთავაზება მისი მხრიდან იყო მართველი პარტიისადმი, ოცნებისადმი, მისი საპატიო თავმჯდომარისადმი, მოდი დავილაპარაკოთ და ეს მოხდეს 29-მდე ჩავნიშნოთ ახალი არჩევნების თარიღი. ჯერჯერობით არ ჩანს ეს მოწადინება ივანიშვილის მხრიდან, თუ ეს ასე არ მოხდა, რა ხდება შემდეგ? აი, თუ აქვს პრეზიდენტს გავლილი ეს თემები ოპოზიციასთან, მესმის რომ ახლა თქვენ იქ არ ხართ, მაგრამ ალბათ თქვენი პარტნიორების მეშვეობით დაახლოებით საქმის კურსში ხართ, რა ხდება ამ შეხვედრებზე? ანუ არის თუ არა ეს გავლილი პოლიტიკოსებთან? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ რა ხდება 29 დეკემბერს უშუალოდ? მოდი მე მოგიყვებით რა სცენარები არსებობს და ამასთანავე რა თქმა უნდა მოგახსენებთ რომ პრეზიდენტს დარწმუნებული ვარ ეს ინფორმაცია აქვს და ინფორმაცია აქვს იქიდან გამომდინარე რა გამოცდილებაც მას აქვს პიროვნულად. დავიწყოთ რა სცენარებზე საუბარი. აი ხა თუ გადახედავთ თქვენ ბალკანეთს და აღმოსავლეთ ევროპას ყველგან იგივე პროცესები მიმდინარეობს.
სერბეთში, მე დღეს მქონდა საუბარი სერბეთის ოპოზიციასთან. სერბეთში ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა, დაახლოებით 2 წელი გრძელდება. ჩრდილოეთ მაკედონიაში ეს პროცესი დასრულდა 2016 წელს, როდესაც გააგდეს პრორუსი, იქიდან გაუშვეს მაშინ პრორუსი ოლიგარქი დიქტატორი და მე მინდა ეს გავშალო, იმიტომ რომ ეს გამოცდილება, ეს არის ყველაფერი ინდივიდუალური რუსული ლაბორატორიები, რომელიც მერე გამოდის საქართველოში. დღეს აირია მონტენეგროში სიტუაცია, რატო ამბობ ამ ქვეყნებს? ჩვენ ყველანი მოლდოვასთან ერთად ვართ გარკვეულ ჯაჭვში, ჩვენ ყველანი ვართ ამ კალათაში ვართ ჩვენ ყველანი ვაკაკუნებთ ევროკავშირის კარზე, ვართ კანდიდატი ქვეყნები და რუსეთი ყველგან ამოძრავებს თავის საცეცებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად. პასუხი თქვენ კითხვაზე რა შეიძლება მოხდეს? ჩვენ ყველაფერი შეიძლება დავამთავროთ 29 დეკემბერს იმ გაგებით, რომ ოცნება დავარწმუნოთ, ვაიძულოთ, როგორც გინდა თქვით, რომ დანიშნოს არჩევნები, შეიძლება დავასრულოთ იანვარში, შეიძლება დავასრულოთ მარტში, შეიძლება ეს ცოტა დიდი ხანი გაგრძელდეს და ამის საშუალებას მე მაძლევს ის გამოცდილება, რომელსაც გეუბნები. ბევრად პროტესტის გაგრძელებით? პროტესტი, ანუ ეს პროტესტი ჩამოშლა ხსენა ზურაბიშვილმა, აი ჩამოშლამდე ხედავთ მიდის ქართული ოცნება. ჯერ კიდევ ოქტომბერში მე აქაც ვიყავი ეთერში, დავწერე 5 სცენარი, რომელიც შეიძლება და ქონოდა, რითაც ინგრევა ავტორიტარიზმები და პირველი სცენარი იყო რეჟიმის ჩამოშლა. სხვებიც არის იქ, შიდა აჯანყებაც არსებობს, რომელიც შეიძლება მოხდეს, შეიძლება არ მოხდეს, შიგნით გაყოფა, ასე მოუვიდა მაგალითად ჩილეს დიქტატორს, რომელიც ამაზე ბევრად უფრო მკაცრები. გომელაურიან კობახიძე აუმხედრდება. ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა. ჩიქოვანიან ყაველაშვილი. საქმე რა შეიცით, ჩვენი სახელმწიფო შედგება ძალიან ბევრი ადამიანებისგან, ახლა შეიძლება გომელაური არ არის თვითონ ვინც დგას ან მშვიდობიან დემონსტრანტებთან, ან გასცემს ბრძანებებს, ეს იშლება ქვედა დონეზე და მაგალითად რაც მოხდა თუნდაც ჩრდილოეთ მაკედონიაში, ან ჩილეში, ორივე შემთხვევაში. ჩრდილოეთ მაკედონიას მოგვიყვებით, შეიძლება მოხდეს ჩვენთან. უსაფრთხოების ფაილები გავრცელდა, როდესაც ოპოზიცია მოსახლეობა იყო მიტინგებზე და ძალიან გავდაოქაურებას, იმიტომ რომ გრუევსკი, მათი ოლიგარქი, პრორუსი, აი თავისი პროფილი სხვათა შორის იცით სად არის ახლა? ორბანთან აქვს ამას თავი შეფარებული, რომელიც ასევე ამ ხელისუფლების ჩვენი რეჟიმის მეგობარიც არის. იმ შემთხვევაში გავრცელდა ფაილები, კონკრეტული მოსმენები, სადაც დიქტატორი ადასტურებდა, რომ ის თავის ხალხის პირად ცხოვრებასაც უსმენდა. და ამან მისცა ახალი შთაგონება პროტესტებს, ახალი ძალა და ამან დაასრულა მაშინდელი რეჟიმი. იგივენაირად მოხდა მაგალითად ჩილეში. იქაური უსაფრთხოების უფროსი გამოვიდა ფაილებით და შემდეგ დიქტატორი ფუხიმორი გაიქცა ჩილედან. ანუ მე რა მინდა ვთქვა აქ? უკაცრავად პერუდან ჩილეში ბევრად უფრო მკაცრი რეჟიმი იყო. რა მინდა ვთქვა? ზომების ერთობლიობით, აუცილებლად პროტესტის გაგრძელებით, აუცილებლად ჩვენ პარტნიორებთან მუშაობით. ასევე აუცილებლად იმას, რასაც ვაკეთებ მე და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ყველასთვის მნიშვნელოვანი. ეს არის პასუხისმგებლობის დაყენება ხალხისა, აი ამ შემოქმედებისა, აი ამ რეჟიმის უცხოეთში დემოკრატიული მექანიზმების მეშვეობით. პინოჩეტი, ჩილეს დიქტატორი პირველად პასუხისმგებაში მისცეს ესპანეთში. რა შუაშია, ხო, ესპანეთი, კაცი ჩილეც მართავდა. იმიტომ რომ ესპანეთის მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მისთვის პასუხი ეგებებინა ადამიანის უფლებების დაკარგვას. რომ არ დაიბნე შეიძლება მაგალითებით მაყურებელი, მოკლედ დაახლოებით ასე ვთქვათ რეზიუმეც რომ გავაკეთოთ, როგორ გზას მიიჩნევთ, რომ ეს ხელისუფლება ასე ვთქვათ, აი ამ შიდა ეროზიით, ან სხვადასხვა მეთოდებით თავად ჩამოიშლება, ან პროტესტის მასშტაბი და ხანგრძლივობა მას რაღაც მომენტში აიძულებს მოლაპარაკებაზე წავიდეს ან საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ან ოპოზიციასთან, იმიტომ რომ თუ ეს 29 დეკემბრამდე არ მოხდა, უკვე პრეზიდენტის სასახლეში ახლა უნდა ვინმეს მოუწევს შესვლა არჩეულ პრეზიდენტს და სალომე ზურაბიშვილს გამოსვლა. თუ ხედავთ ფიზიკურადაც იქ ხედავთ მას 29 დეკემბერს როგორ ხედავთ მეთქი? ეს რა თქმა უნდა მასზე არის დამოკიდებული, თუმცა მე პირადად და ჩვენ პარტია ხალხისთვის სრულიად მზად არის
გადადგას ყველანაირი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ჯაჭვი იქნება თუ სხვა მშვიდობიანი წინააღმდეგობის ფორმა, იმისთვის რომ სიმბოლურად დაიცვას ეს სასახლე, შიგნით იქნება თუ არა პრეზიდენტი, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. რომ ვინმე არ შევიდეს? ეს არის ჩვეულებრივი, ნახეთ, პროტესტს აქვს ბევრი ფორმა, იქ არის მარშები, იქ არის ხანდახან არის გამოსვლა, ხანდახან არ არის გამოსვლა, ხანდახან არის ჯაჭვი, ეს შეიძლება იყოს ამ პროტესტის ერთ-ერთი რგოლი. შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, და ჯობია რომ წინასწარ ამაზე არ გამოვაცხადოთ, რა თქმა უნდა, სანამ ეს თარიღი არ მოახლოვდება. მაგრამ თქვენ კითხვას რო დაუბრუნდეთ, ფორმულა ამათი გაშვების არის ერთობლიობა და თავარი, რაზეც ჩვენ არ ვლაპარაკობთ, დღეს არის ეკონომიკა. აი პატარა სურსათიდან მოვდიოდი ახლა აგერ თქვენ ქუჩაზე, საქართველოში ყველა საშუალო შეძლებისა და დაბალი შეძლების მოქალაქე, რომელსაც დანაზოგი არ აქვს, ლაპარაკობს იმაზე, რა ემართება ეკონომიკას და რა დაემართება რეჟიმის ქმედებებიდან გამომდინარე. ყველა ეკონომისტმა იცის, ვინც იცის სავალუტო კურსის ამბავი, რომ კურსის შენარჩუნება ხდება ხელოვნურად, მაგრამ ის მაინც მიდის. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ გაიზრდება ფასები. პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ქვეყანაში დოლარი არ შემოდის, არც ინვესტიციის სახით და არც ტურისტის დანახარჯის სახით. პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ადამიანებს, რომელსაც არ ქონდათ შემოსავალი, უფრო გაღარიბდებიან. და ვინაზე ამაზე პასუხისმგებელი? რეჟიმი. და გვაქვს თუ არა მოლოდინი, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, რომელიც დღეს შეიძლება ვერ ხედავს ამ რეჟიმის საფრთხეს, რომ მართლა შიმშილის წინაშე აყენებს ამ ქვეყანას და მაშინ როდესაც თვითონ კომფორტულად არის, უფრო მეტი ადამიანი დაინახავს ამას და შეუერთდება პროტესტს. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელია. ანუ ერთი ეკონომიკა, რასაც იშვიათად არის საუბარი, ქვეყნის შიდა წნეხის გაგრძელება და ქვეყნის გარედან გარე განცხადებები და არა მხოლოდ განცხადებები, არამედ სანქციების რეჟიმი, რომელიც ფართოვდება. თავარი არ დაგვავისდეს, მთავარი კოზირი დასავლეთს არ გამოუყენებია. ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით დასანქცირებული არ არის. და რატომ არ არის დასანქცირებული? იმიტომ რომ კულუარულად არსებობს პატარა ფანჯარა მისი დათანხმებისა აი ამ მოლაპარაკების პროცესზე. როდესაც ეს ფანჯარა დაიხურება ბიძინა ივანიშვილს, როგორც მეთაურს აი ამ პირამიდის დაედება სანქცია. და ეს ნამდვილად არ არის ძალიან პატარა მექანიზმი იმის გათვალისწინებით, რა რესურსების პატრონი არის ის. ანუ ამის ერთობლიობით მე მინდა ივანიშვილის სანქცია. დიახ. ჩამოშლის ხელისუფლებას მას მოწყვლაც და უფრო დათანხმებაც გახდის გარე შემოთავაზებაზე თუ პირიქით ჩაკეტავს მას და აი ამ ავტორიტარიზმში გაამყარებს. თქვენ როგორ ხედავთ ამ სამიდან? მე გეტყვით აი იმ პოსტის რომ მიხედვით, რომელიც დავწერე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ეს ხო ზეპირად არ მეთქვამს, ეყრდნობა ავტორიტარიზმების ჩამოსვლის შედარებით ანალიზ მთელ მსოფლიოში. მე მინდა გითხრათ, არ არსებობს ამ სცენარიდან ამ რეჟიმის გადარჩენის შანსი. უბრალოდ არ არსებობს. გარდა ერთისა, თუ მათ არ გადაწყვიტეს და ეს გადაწყვეტილი მათ ჰქონდათ და მათ ეს ვერ გააკეთეს, არ გადაწყვიტეს, რომ აქ გააკეთონ 100%-იანი ბელორუსიული რეჟიმი, რომელსაც დღეს 1000 კაცი ყავს ციხეში, 30 კი არა. ბელორუსიულ რეჟიმს 1000 ადამიანი ყავს ციხეში. ეს უმცირე, რასაც ვამბობ, ხო? ანუ ამის დროებით ჩახუპვის, ამ დონის წინააღმდეგობის ჩახუპვის ერთადერთი საშუალება არის ფართომასშტაბიანი ბელორუსიული ტიპის დიქტატურა, რომელიც დიანა მე მინდა გითხრათ, რომ მათ აქ ცადეს რო გაეკეთებინათ. ეს არ არის რომ არ ცადეს. აბა ის რაც გააკეთეს 10 დღის განმავლობაში, რომ ქუჩა, ეზო, შარა, დიეს ხავს, 200 ქაშვეთის ეზოში, მე დღეს ბევრს უნდა რომ ეს დაგვავიწყდეს. არ არსებობს ეგ დაგვავიწყდეს. ქაშვეთის ეზოში გამომწყდეული 200 ახალგაზრდა, რომელიც ალყაში ყავს, რატომ ამბობ სიტყვას ალყას? იმიტომ რომ აგერ ასაც რო ასამართლებენ სირიისას ძალიან ბევრი დანაშაულისთვის ასამართლებ, მაგრამ მათ შორის იმისთვის, რომ შვიდობიანი მოსახლეობა ყავდა მოყოლილი ალყაში, ეს არის წამების ფორმა, ეს არის ადამიანის ტრამვირების ფორმა და აუცილებლად მე ვდებ პირობას
ამისთვის, აი ამ ბართლომეს ღამეებისთვის ის არ გამოვა, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომ დათაახალაია მაინც არ ზის დღეს ციხეში და ზოგიერთი ძველი ნაციონალი, რომელსაც უნდა ეგო პასუხი. ამიტომ არ ზის ციხეში. ეს არ გამოვა. ანგარიში გამოაქვეყნა, ამ ანგარიშზე მოუყვებით რეკლამის შემდეგ მაყურებელს. ანა, მადლობა, უნდა დაგემშვიდობოთ, მადლობა. ანა დოლიძე იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.